კომისიის წევრების ფუნქციების განაწილება, როცა გადმოიტანეს ერთი კვირით ადრე, მაყურებლისთვისაც რომ გასაგები იყოს და ძალიან ბევრი პროცედურა ხა თავზე არ მოვახვიოთ, ვიცით ჩვენ რომ ერთადერთი შემთხვევითობის პრინციპით თუ შეიძლება რამე მომხდარიყო საუბნო საარჩევნო კომისიაში, სწორედ იყო წილისყრა, რომელიც ტარდებოდა იმ დღეს, როცა უბანი იხსნებოდა და ეს შეიძლება გამხდარიყო ამ ფუნქციებიდან ერთ-ერთი შეიძლება შეხვედრილიყო რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნულ წევრს. ანუ სადაც გავლენა არ აქვს იმ კლანს, ესე ვთქვათ, რომელსაც აწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისია ოლქში და ოლქი შემდეგ უბნებზე. ეს 7 დღით ადრე ამ წილისყრების გადმოტანა სწორედ ეს იყო, აი ხვრელი რო ახსენეთ თქვენ, ზუსტად ეს ერთ-ერთი შემავსებელი იყო მაგალითისთვის თუ წილისყრა ისედაც ფუნქციები საუბნო საარჩევნო კომისიაში ასევე კანონმდებლობით განსაზღვრეს, რომ მაგალითად რეგისტრატორები ეს ეგრეთ წოდებული ნეიტრალური წევრები უნდა ყოფილიყო. ანუ ქართული ოცნების მიერ დანიშნული ადამიანები. ანუ რეგისტრატორებთან ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ დარჩენილი იყო ყუთის ზედამხედველი და ნაკადის მარეგულირებელი. ხო, ეს ორი ფუნქციაც თუ წილისყრით რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრს შეხვდებოდა, მინიმუმ ეს უნდა სცოდონოდა მას აწყობილ სქემაში თავში მდგომ ადამიანებს. ერთის მხრივ რომ ზუსტად შემდეგ ის ადამიანი კიდე სხვა ეგრეთ წოდებული გონგოებით ან მათი ნეიტრალური ბჭყალებში წევრებით გაემაგრებინათ, მაგალითად შეხვდა პირობითად სტრატეგია აღმაშენების წევრს, რომ კართან უნდა მდგარიყო და ნაკადი ერეგულირებინა, ან მეორე შემთხვევაში მოეხდინათ ამ ადამიანის ან დაშინება, ან მოსყიდვა, ან გადაბირება. დაშინების საიმედო პირი ყოფილიყო